მოგესალმებით ყველას, დღეს კვლავ გვექნება ტაროს საჯარო გაშლა. მსგავსად ჩემი წინა ვიდეოსი, აქაც გვექნება მცირე შესავალი. ერთგვარი საუბარი, ინფორმაციის განხილვა, მანამ სანამ გადავალთ უშუალოდ ტაროს გაშლის ამ ვარიანტების განხილვასა და ახსნაზე. როგორც უკვე მიხვდი სათაურიდან, დღევანდელი გაშლა იქნება ძირითადად ფოკუსირებული ფინანსური საკითხებისა და ენერგიის გარშემო. ფული არ არის უბრალოდ სავაჭრო ერთეული ან მყარი საგანი. არამედ ის არის ენერგია. ფინანსური ენერგია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი ენერგია ჩვენს მატერიალურ სამყაროში. ის ვლინდება არა მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობის ან ეგრეთ წოდებული ბარაქის სახით, არამედ აგრეთვე მართავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ადამიანის კეთილდღეობა, ყოფა-ცხოვრება, სამედიცინო დახმარება, პროფესიული რეალიზაცია, უსაფრთხოება და სხვა მსგავსი. მარტივად რო ვთქვათ, ეს არ არის უბრალოდ რიცხვები შენს საბანკო ანგარიშზე. არამედ ეს არის ანარეკლი და რწმენა იმისა, თუ როგორ აღიქვამ შენს თავს, რისი ღირსი გგონია შენი თავი და რამდენად დაცულად გრძნობ თავს ამ სამყაროში. ბევრ ადამიანს გგონია, რომ მატერიალური სირთულეებისა და სიდუხჭირის გამომწვევი მხოლოდ გარეგანი მიზეზებია. მაგალითად, დაბალი შემოსავალი, უსიამოვნო სამუშაო, ან უბრალოდ შეგრძნება, რომ არ გიმართლებს. არადა სინამდვილეში ფული არის სარკე. ის ირეკლავს შენს რწმენებს, ფსიქოემოციურ იარებს, კომპლექსებს, ბლოკებსა და ტრავმებს, რომელიც დაგინერგეს. შენს თვითშეფასებასა და თვითღირებულებას და რა თქმა უნდა, შენს ენერგეტიკულ მდგომარეობას. როდესაც მთელი შენი გაცნობიერებული ცხოვრების განმავლობაში გიწევს თვითგადარჩენის რეჟიმში ყოფნა და მუდმივ დარდთან, უკმაყოფილებასთან და იმედგაცრუებებთან ბრძოლა, მთელი შენი აურა, ფსიქიკა და სხეული ისტრესება. გარკვეულ ნაწილს ამის შედეგად საერთოდ აღარც სჯერა, რომ კეთილდღეობისა და წარმატების გზა მისია, ან რომ ეს საერთოდ რეალური რამ არის. გეგონება რაღაც ფანტასტიკურზე გვაქვს საუბარი, რაც მხოლოდ წიგნებში, ლიტერატურასა და კინოში ხდება და არა რეალურ ცხოვრებაში. ბევრ თქვენთაგანს უბრალოდ ფულზე ფიქრიც კი უჭირს, რადგან ამ ფიქრებსა და ოცნებებში იმედგაცრუებისაც ეშინია. ბევრსაც უჭირს თანხის მოთხოვნა, რადგან სცხვენიათ, ეშინიათ, ან გაუცნობიერებლად ფიქრობენ, რომ არ იმსახურებენ მას, ან უსინდისოდ იქცევიან, რომ თანხას ითხოვენ, ზრდიან საფასურს თუ ასე შემდეგ. უკიდურეს შემთხვევაში კი საზოგადოების ნაწილი ხდება შავი მაგების, ბოღმითა და ღვარძლით აღსავსე ადამიანთა შურის, ჯადოქრობისა და ბოროტი განზრახვების მსხვერპლი. როდესაც არსებობს ფსიქოემოციური ან ენერგეტიკული დარღვევა, ადამიანს უჭირს წინსვლა და განვითარება. შრომობს, თითქოს ყველაფერს სწორად აკეთებს, მაგრამ ბოლოში მაინც ვერ გადის. ფული თითქოს უცეცხლოდ, უკვამლოდ და ესე ჰაერში იწვება, სადღაც უჩინარდება. გეგონება არც ყოფილა. ან მოდის, მაგრამ მას ვეღარ იყენებ ისე, როგორც თავად გესიამოვნებოდა ან გენდომებოდა. დღევანდელი ტაროს გაშლა სწორედ ფულის ენერგიას შეეხება. მართალია ეს ვერანაირად ვერ იქნება იმდენად ზუსტი გაშლა, ან ოდნავადაც ახლო იმასთან, რაც შეიძლება მიიღოთ პირად ტაროს სესიებსა და ენერგეტიკულ დიაგნოსტიკაზე, მაგრამ მაინც ვიტოვებ იმედს, რომ დაგეხმარებათ გამოსავლის პოვნაში მათ, ვისაც გიწევთ სირთულეების გავლა, ან დაგეხმარებათ კიდევ უფრო მეტი წინსვლისა და პროგრესის ქონაში მათ, ვისაც შეიძლება კარგი მდგომარეობა ჰქონდეს და კმაყოფილი იყოს საკუთარი თავით თუ ფინანსური ენერგიით. აქედან გამომდინარე, ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა არის შენი ფინანსური ენერგია და რისი შეცვლა საჭირო. გვექნება 3 ვარიანტი და თითოეულში იქნება 3 პოზიცია. პირველი სიტუაციის ფესვი, ანუ მიზეზი და წარსული, რომელმაც განაპირობა აწმყო. მეორე პოზიცია, როგორც მიხვდით, იქნება რა თქმა უნდა აწმყო მდგომარეობა და უკვე მესამე პოზიცია გვექნება რისი შეცვლა ან გაკეთება გჭირდება. მოდუნდით, მოიკრიბეთ ყურადღება, მიენდეთ თქვენს გულისხმას და აირჩიეთ აქ მოცემული ვარიანტიდან ერთ-ერთი. სანამ თქვენ აკეთებთ არჩევანს, მე ვისარგებლებ მომენტით და შეგახსენებთ, რომ დაიწყო მიღება ფინანსური მაგიის ონლაინ კურსის ახალ ნაკადზე. სადაც გასწავლით სწორედ ზემოხსენებული პრობლემების გადაჭრას, ფინანსური კეთილდღეობის, ბარაქისა და წარმატების მოზიდვის საიდუმლოს და ფინანსური მაგიის აუცილებელ პრაქტიკებს, რომელიც თითოეულმა უნდა იცოდეს.
ხოლო თუ გესაჭიროებათ პირად კონსულტაციაზე ჩაწერა, შეგიძლიათ მომწეროთ ჩემს პროფილზე, რომელსაც ხედავთ ეკრანზე. ყველა ბმული, მათ შორის კურსის დეტალები, როგორც ყოველთვის დატოვებული მაქვს აღწერაში. ახლა კი თუ მზად ხარ, დავიწყოთ პირველი ვარიანტით. მასშტაბი, რას ვხედავთ პირველ ვარიანტში? ეს არის კვერთხების სამიანი, ზომიერება და კვერთხების ცხრიანი. რა თქმა უნდა, დავიწყებ პირველი პოზიციით, ეს არის ფესვები ან რამ განაპირობა აწმყო. თითქოს წარსულში გქონდა გარკვეული მკაფიო ხედვა, მიზანი, ოცნება ან ამბიცია. დათესე მარცვლები, ყველაფერი დაგეგმე, წარმოიდგინე, გათვალე და ელოდე. მაგრამ ენერგია სადღაც გაიჭედა. მოლოდინები, რომელიც გქონდა, ვერა და ვერ დაიძრა და შესაბამისად ამან ჩაგტოვა მუდმივი მოლოდინის რეჟიმსა და მდგომარეობაში. ეს არგანი გვესაუბრება იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ადამიანი მუდმივად რაღაცას გეგმავს შემდგომ ნაბიჯს, იყურება მომავლისკენ, მაგრამ ეს მომავალი ყოველთვის გასწრებს. თითქოს ერთი ნაბიჯით წინ რჩება და მას უბრალოდ ვეღარ სწვდები. ეს არის არაცნობიერში ღრმად ჩალექილი რწმენა, რომ წარმატება არის სადღაც იქ, შორს. მომავალში, შესაძლოა საერთოდაც სხვის ცხოვრებაში, ოღონდ არა შენთან და არა აქ. ეს პროგრამა წარმოშობს საკმაოდ უსიამოვნო, თუმცა ამავდროულად შეუმჩნევლ ჯაჭვს, სადაც მუდამ გიწევს რაღაცების დაგეგმვა, სწორი დროის გათვლა, მომენტისა და ნაბიჯის შერჩევა, მაგრამ ნაყოფს მაინც ვერ მოიპოვებ. ამჟამინდელ მდგომარეობაში მართალია ამოგვდის ზომიერება, რომელიც მეტყველებს ბალანსსა და სტაბილურობაზე, ენერგეტიკულ ჰარმონიაზე, მაგრამ ეს არის ამ არკანის უფრო ზედაპირული გამოვლინებები. ამ შემთხვევაში ეს არკანი შესაძლოა აგრეთვე მეტყველებდეს დროის წელვაზე, ზედმეტ სიფაქიზეზე, რომელშიც ასე ვთქვათ პატარა რხევაც კი არღვევს აი ამ ჰარმონიას და იდილიას, რომელსაც ჩვენ ზედაპირულად ვხედავთ ან ასე ძალიან ვიცავთ და უფრთხილდებით. ეს არის გადამეტებული პერფექციონიზმი, კრიტიკულობა და ჩამსწორებლობა. ან იმდენად ფრთხილობ, რომ საბოლოოდ ვეღარც პროგრესირებ და რჩები უძრაობაში, სტაგნაციაში. დგავ ნაბიჯს, მაგრამ იმდენჯერ ჩაასწორებ, გადააკეთებ, გააკრიტიკებ მას, რომ სრულად შლის შენს ნაშრომს და უბრალოდ ენერგეტიკულად იფიტები აი ამ ჩასწორებებისა და კრიტიკის პროცესში. მსგავსად იმისა, როდესაც მაგალითად რაღაცას არასწორად დაწერდა, იმდენჯერ წავუსვამ კორექტორს, რომ მთელი ქაღალდი გაიდღაბნება. ან წარმოიდგინე, რომ იმდენჯერ გადახაზო ნაწერი, რომ საბოლოოდ მელანი დაგექცეს ან გახიორვეული ჩხაპნისაგან, ხომ? დაახლოებით იგივე რაღაც ხდება, რა თქმა უნდა, ენერგეტიკულ და ფსიქოემოციურ დონეზე. ეს არის უფრო მეტად, ასე ვთქვათ, მენეჯმენტის არკანი, ორგანიზების, რაღაცის დაცვისა და მოფრთხილების არკანი, ვიდრე გაფართოების. ანუ გვეუბნება იმას, რომ არ ვითარდები, არამედ გამუდმებით ცდილობ კონტროლის, შენარჩუნებას და აქედან გამომდინარე უნდა დაფიქრდე, აი მაგალითად ცეცხლის შემთხვევაში, რას გამოიწვევს ცეცხლის შემოღობა, რას გამოიწვევს მისი ჩარჩოებში მოქცევა და მაგალითად გადახურვა. ჟანგბადი აღარ დარჩება და ის უბრალოდ ჩაქრება, ხომ? ზუსტად იგივე ემართება შენს შემოქმედებით ალსაც. თითქოს ამ პერფექციონისტული ან ზედმეტად თვითკრიტიკული მიდგომებით საკუთარ თავს უბრალოდ ჰაერს აღარ უტოვებ. შეიძლება ეს კარტი ასევე მეტყველებდეს ვორკაჰოლიზმზეც. ანუ ადამიანებზე, ვინც გადამეტებულად შრომობს და უბრალოდ ვერ ჩერდება. თუნდაც იმიტომ, რომ ამის გარეშე შესაძლოა თავს არ მიიჩნევენ საკმარისად კარგად და ამ გადამეტებული შრომით ამტკიცებენ საკუთარ თავთან, ან შესაძლოა გაუცნობიერებლად ვიღაცასთან, რომ მე ვარ ნამდვილად კარგი და ვიმსახურებ რაღაცას. და ბოლო, მესამე პოზიცია, რა უნდა შეიცვალოს. კვერთხების ცხრიანი გვეუბნება, დროა აღიარო, რომ გადაიცვი. ომი დასრულდა, მაგრამ შენ მაინც ისევ საფრთხეს ელოდები. აქ საუბარია ცხოვრების სტილზე, როდესაც ადამიანი მშვიდობის ჟამსაც კი არის მოჭიმული, დაძაბული და თითქოს ეს თვითგადარჩენის რეჟიმი ვეღარ გადადის. შესაძლოა ძალიან დიდი ხანია იცავ რაღაცას, რაც დაცვას შეიძლება საერთოდ არც საჭიროებდეს. ან შესაძლოა იბრძოდი ისეთ ომში, რომელიც შენ სულს არც ეკუთვნოდა. იქნებ საერთოდ არც გინდოდა ეს ყველაფერი, იქნებ შენი არჩევანი არ ყოფილა, ხომ ეს ყველაფერი. ასე რომ აი ეს მუდმივი თვითგადარჩენის რეჟიმში და თავდაცვის პოზიციაში ყოფნის რეჟიმი უნდა დასრულდეს დღეიდან.
შეეცადე მაქსიმალურად რომ მოდუნდე, გაუშვა ეს დაჭიმულობა და დაძაბულობა, თავს მისცე უფლება რომ დაისვენო და უთხარი შენს თავს რომ ბრძოლა დასრულდა, რომ შვიდობა, რომ უსაფრთხოდ ხარ და შეგიძლია იზრუნო შენს თავზე. შეგიძლია იმოქმედო შენთვის, იცხოვრო შენთვის, იშრომო შენთვის და მზად ხარ რომ მიიღო ის კეთილდღეობა, რომელსაც სამყარო გიმზადებს. ამისათვის პირველ რიგში გჭირდება კიდევ ვიმეორებ რომ შეიყვარო შენი თავი, დაიწყო შენს თავზე ზრუნვა, შენს იდეებზე ზრუნვა და რომ გათავისუფლდე იმ მოჭიმულობისაგან. შეიძლება აქამდე უბრალოდ ძალიან ესეთი რაღაც ალტრუისტული ცხოვრების სტილით ცხოვრობდი და არ ვიცი, ყველას პრობლემა შენი პრობლემა იყო, ან ყველას პრობლემის მოგვარება გიწევდა. შეიძლება მარტო იყავი და ბჭყალებში ვთქვათ პატრონი არ ყოლია, რადგან თვითონ გიწევდა ყველას პატრონობა. დიდი ალბათობით აქ საუბარი მაქვს ისეთ ადამიანებზე, ვინც ასე ვთქვათ თავიდანვე დიდები იბადებიან ბჭყალებში ვთქვათ და თავიდანვე უწევთ ბჭყალებში ვთქვათ დიდურ პრობლემებთან შეჭიდება, დიდურ დარდებთან შეჭიდება და ასე შემდეგ. ამიტომ აი ამას სჭირდება რაღაცნაირად დაბალანსება და ანაზღაურება. აუცილებელია რომ შეიცვალოს ხედვა, აუცილებელია რომ დაიწყოს საკუთარ თავზე ემოციურად და ფსიქოლოგიურად ზრუნვა და მუშაობა. ძალიან კარგი იქნება რომ დაკავდეთ რაიმე სახის ფიზიკური აქტივობით, რომელიც დაგეხმარებათ მოჭიმულობისგან გათავისუფლებაში და ემოციების დახარჯვაში და აუცილებლად გირჩევდით რომ რაიმე ახალი შეისწავლოთ, მიიღოთ ახალი ინფორმაცია, ასე ვთქვათ, განახლება რომ მოხდეს ფსიქიკასა და გონებაში და თუნდაც რომ დაეუფლოთ გარკვეულ ახალ უნარებს. აი ეს არის რაც გჭირდებათ იმისთვის რომ თქვენი ფინანსური ენერგია დაიძრას და ნაკადი გაცოცხლდეს. იმედი მაქვს ეს პასუხი დაგეხმარებათ, ახლა კი გადავალ მეორე ვარიანტზე. მაშსადამე მეორე ვარიანტის პასუხშია მოგვივიდა შემდეგი არკანები, ეს არის სიკვდილის არკანი, იეროფანტი და ხმლების შვიდიანი. დავიწყებთ რა თქმა უნდა ფესვით და ვისაუბრებთ იმაზე პირველ რიგში თუ რამ განაპირობა თქვენი აწმყო მდგომარეობა და რამ გახადა ის ისეთად როგორიც არის. იკითხება რომ წარსულში უკვე გარკვეული ეტაპი თქვენს ცხოვრებაში დასრულდა. ეს შეიძლება ყოფილიყო გარკვეული მდგომარეობის დასასრული, გარკვეული პოზიციის ან როლის დასასრული, მაგალითად როგორც არის ამა თუ იმ კარიერული თუ ფინანსური საფეხურის დასრულება, ბჭყალებში ასეთი თუ ისეთი პერიოდის დასრულება, მაგალითად ეს შეიძლება ყოფილიყო ოდესღაც წარმატებული სამსახური, რომელშიც აღარ ხართ, ოდესღაც წარმატებული პოზიცია ან როლი, რომელიც აღარ არის თქვენი და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი უკვე არის დამთავრებული. როდესაც ხდება ადამიანის ცხოვრებაში ასეთი ტიპის ტრანსფორმაციები, როგორც წესი ჩვენ ვეხებით ადამიანის პიროვნულ, ფსიქოემოციურ და სულიერ სიკვდილს, მეტაფორული გაგებით რა თქმა უნდა, სიკვდილს იმისათვის რომ ადამიანი შემდგომ ხელახლა დაიბადოს, რომ კვლავ გაიბრწყინოს და უკვე ახლებური, ტრანსფორმირებული, ანუ სახეცვლილი ფორმით დაგვიბრუნდეს. მაგრამ აქ იკითხება რომ აი ეს გარდასახვის პროცესი თქვენს შემთხვევაში იყო წარუმატებელი და სადღაც შუა გზაში შეწყდა. შესაბამისად ამ ვერ დასრულებულმა გარდასახვის პროცესმა გამოიწვია შინაგანი სიცარიელე, შესაძლოა დაბნეულობა, შესაძლოა შიში და სხვა მსგავსი. აქედან გამომდინარე შეიძლება ვიღაცები მისტიროდეთ იმ წარსულს, რომელიც ოდესღაც გქონდათ. ვიღაცები შეიძლება ჯერ კიდევ გლოვობდნენ იმ მდგომარეობას და მის დასასრულს და ვეღარ თავისუფლდებოდნენ ამ წარსულისგან, რადგან შეიძლება ეხლა ფიქრობდნენ რომ თუ მე ამას ხელს გავუშვებ, მაშინ რაღა დამრჩება. ერთი ეს ვიცი, ან ერთი ეს მქონდა და ეგეც აღარ მაქვს. მაგრამ ნახეთ საქმე რაშია. ვინაიდან სიტუაცია უკვე დასრულებულია და ვინაიდან უკვე დაწყებულია ეს ტრანსფორმაციის პროცესი, სხვა გზა პრინციპში აღარც არსებობს. რეალურად ამ სიცარიელის ამოვსებას და იმ დაბნეულობისა თუ შიშის გადალახვას სწორედ გაშვებით შეძლებთ. გამომდინარე იქიდან, რომ ის წარსული, რომელსაც შეიძლება ვერ ელეოდეთ, ან რომლისგან შეიძლება ემოციურად ვერ თავისუფლდებოდეთ, არის სწორედაც რომ ის, რაც ეხლა გაფერხებთ და ხელს უშლის თქვენს განვითარებას, პროგრესირებას და ზრდას. ის სტრუქტურა, რომელიც წარსულში არსებობდა, ეს რაღაც მდგომარეობა, კოშკი, ესე ვთქვათ, რომელიც ააგეთ, უკვე ჩამონგრეულია.
ის დიდი ხნის დაკარგულია, უბრალოდ შესაძლოა თქვენ გაგეცნობიერებინათ ეს ყველაფერი გვიან, ამიტომ ეხლა უკვე შეეცადეთ, რომ ძველ განცდებს აღარ დაუბრუნდეთ და პირიქით, უფრო მეტად უნდა დაატანოთ რაღაცნაირად საკუთარ თავს ძალა, რომ ეს ტრანსფორმაციის პროცესი ბოლომდე მიიყვანოთ. თუ არა და ბოლოში თუ არ გახვალთ უფრო სწორად, ამ შემთხვევაში ის სიცარიელე არასდროს არ მოივსება. დარჩებით აი მუდმივად ესეთი რაღაც უკმარისობის და დარდის მდგომარეობაში. ტრანსფორმაცია გულისხმობს რას? ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ სახელ და გვარს შევიცვლით ან გარეგნულად შევიცვლებით ან რაიმე მსგავსი. ეს გულისხმობს პირველ რიგში ჩვენს ემოციურ დამოკიდებულებას. როგორი ხარ, რანაირი ხასიათი გაქვს, რანაირი ქცევა გაქვს, როგორ რეაგირებ მოვლენებზე. რადგან შესაძლოა თქვენ იფიქროთ, რომ ისწავლეთ, შესაძლოა იფიქროთ, რომ გამოიტანეთ დასკვნები გაკვეთილიდან, მაგრამ თუ თეორიულად გაიგე ესა თუ ის გაკვეთილი, მაგრამ რეაგირება შენი არ შეცვლილა და ისევ იქცევი, ისევ იმ რეჟიმით ცხოვრობ, როგორც აქამდე ცხოვრობდი, რა თქმა უნდა, არაფერი არ შეიცვლება. ამიტომ პირველ რიგში ეს სიღრმისეული გარდაქმნა არის აუცილებელი და რო ვერ მოხერხდა გარდაქმნა, აი ამიტომ ვართ ეხლა ამჟამინდელ მდგომარეობაში. ამჟამინდელი მდგომარეობა, ანუ მეორე პოზიცია, აქ ჩვენ გვაქვს არკანი იეროფანტი. მიუხედავად იმისა, რომ იეროფანტი როგორც წესი, როგორც მინიმუმ ნორმალურ ფინანსურ მდგომარეობაზე მეტყველებს და შეიძლება რიგ შემთხვევებში საერთოდაც კარგ მდგომარეობაზე, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება გქონდეთ გარკვეული სახის უკმაყოფილება, რომელიც გამოიხატება აქ ამ შემთხვევაში არა იმდენად ფულის რაოდენობაში ან ფინანსური ენერგიის ხარისხში, რამდენადაც მის ფორმაში, გამოვლინებაში და ასე შემდეგ. გარკვეულ პერსპექტივებშიც მათ შორის, შეიძლება რაღაც პერსპექტივები იყოს უბრალოდ შეზღუდული და ვერ ახერხებდეთ მაინც და მაინც თავისუფლად ლავირებას და მოძრაობას. აქ ეხლა ჩვენ ვიჭედებით შემდეგი სახის თავსატეხში, რა არის სწორი, რომელი გზა არის სწორი და მართებული, არის თუ არა ეს მორალური ან ამორალური და სხვა მსგავსი. სწორედ აი ამ პუნქტში იკვეთება მემკვიდრეობითი ან ოჯახური ხასიათის ფინანსური ბლოკები, აგრეთვე სხვადასხვა სახის მორალურ-ეთიკური ხასიათის კლიშეები. შესაძლოა ქვეცნობიერად ფიქრობდეთ ან ატარებდეთ ისეთი ტიპის რწმენებს, როგორც არის მაგალითად ფული მხოლოდ ბინძური გზებით იშოვება, მძიმე შრომისა და ოფლის და სისხლის გარეშე არაფერი გამოვა, ან მაგალითად ისეთი რწმენა შეხედულება, რომ ფული არის ცდუნება, ხელის ჭუჭყი და ცოდვა საერთოდაც. აქ იკვეთება, რომ მიუხედავად იმისა, რომ თანდათან იწყებთ აღმასვლას, ჯერ კიდევ გიწევთ თამაში, ასე ვთქვათ, სხვების წესებით. ანუ ეს არის ის გარკვეული სახის პროგრამები, რაც ზემოთ ვახსენეთ, რომელიც არის სხვების მიერ მოცემული და დანერგილი. მაგალითად, კულტურული პროგრამები, კომპლექსები და ბლოკები, ოჯახისგან წამოსული რელიგიური კლიშეები მათ შორის, ან თუნდაც ხელმძღვანელისგან ნაკარნახები წესები, ხომ? იმიტომ რომ აქ იკითხება, რომ უკვე გაიზარდეთ, შესაძლოა გამოცდილებით ან ასაკით, საკმარისად დაღვინდით იმისთვის, რომ წყალებში ვთქვათ, უკვე თვითონ იუფროსოთ, მაგრამ შეიძლება მაინც გიწევდეთ, რომ ვიღაცის ან გარემოების, როგორც თქვი უკვე, დაქვემდებარებაში იმყოფებოდეთ. ანუ მაინც და მაინც თავისუფლად ვერ მოქმედებთ. აი ეს იქნება ზუსტად პრობლემის გამომწვევი უპირველეს ყოვლისა და აი შემდგომ უკვე რა თქმა უნდა ის მორალურ-ეთიკური გარკვეული დილემები და ფორმები, რომელიც ასე თუ ისე გზღუდავს. შესაძლოა ავთენტურად და ბუნებრივად აღარ გეჩვენებოდეთ აგრეთვე ის გზა, რომელსაც ახლა მიყვებით. როგორც უკვე აღვნიშნე, შინაგანი ცვლილება თქვენში უკვე მოხდა, რასაც უყურებ, უკვე გაიარეთ ეს, მაგრამ გარეგანად ჯერჯერობით დასტური არ არის. შეიცვალე, მაგრამ რეზულტატს ვერ ხედავ, ან გჭირდება რაღაცა, რაც დაგიმტკიცებს, ნიშანს მოგცემს, გეტყვის, რომ კი, ნამდვილად თავისუფალი ხარ, ნამდვილად ესეა და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გჭირდებათ მეტი სიბრძნე და გამბედაობა, სიბრძნე და ცოდნა იმისათვის, რომ უფრო მეტად იყოთ დარწმუნებული საკუთარ თავში, რადგან შეგრძნებები მხოლოდ აშკარა დარკმარა, რაღაცით სჭირდებათ გამტკიცება, გამბედაობა კი უკვე იმისთვის, რომ გახდეთ დამოუკიდებელი, რადგან სწორედ ამის დრო არის მოსული. რაც შეეხება მესამე პუნქტს, ის რაც უნდა შეიცვალოს. გჭირდებათ მეტი ავტონომიურობა. ეს შესაძლოა ნიშნავდეს გარკვეული წესების დარღვევასაც და არსებული მოლოდინების, ჩვევების, რუტინის, რწმენისაგან გადახვევასაც, თუმცა აუცილებელია კომფორტის ზონიდან უნდა გახვიდეთ. მოვიდა დრო, რომ გამოავლინოთ თქვენი ამბოხებული ხასიათი და თქვათ, რომ სხვის წესებით აღარ ვთამაშობ, დავასრულე. აწი მე თვითონ დავწერ ჩემს წესებს, ჩემს სცენარებს და ვიქნები ჩემი თავის უფროსი.
არ იფიქროთ ოღონდ რომ ეს ცვლილება არის დაუფიქრებელი ან იმპულსური, რადგან აქ რაც იკითხება არის რომ ისედაც დიდი ხანია ფიქრობთ ამაზე, უბრალოდ შესაძლოა გჭირდებოდეთ ამ სტრატეგიის უფრო მკაფიოდ დასახვა ან დახვეწა. ნუ ეცდებით აგრეთვე რომ სხვებისათვის თავის მოწონების მიზნით გადადგათ ესა თუ ის ნაბიჯი და არ იფიქროთ რომ ასე თქვათ გჭირდებათ სისტემის რაღაც კრიტერიუმებში ჩაჯდომა, აი თავის ესეთ რაღაც ჩარჩოებში მოქცევას მოერიდეთ უპირველეს ყოვლისა. ის ასე თქვათ მიდგომები, რომელიც შეიძლება ამჟამად გქონდეთ, ან რწმენა შეხედულებები, რომელიც შეიძლება ამჟამად გმართავდეთ, თუნდაც გაუცნობიერებლად ჩანს რომ არის დრო მოჭმული, ახალი მიდგომა გჭირდებათ. ერთადერთი, რაც არის აუცილებელი, სანამ გადადგავთ ნაბიჯს, ეს არის საკუთარი თავისათვის კითხვის დასმა და მასზე აუცილებლად გულწრფელად პასუხის გაცემა. ხართ თუ არა საკუთარ თავთან ბოლომდე გულწრფელი. არსებობს ალბათობა იმის, რომ რაღაცებთან დაკავშირებით საკუთარ თავს იტყუებდეთ. შეიძლება თვალს არ უსწორებდეს სიმართლეს, შეიძლება გეშინოდეს რაღაცის და ამიტომ იტყუებდეთ თავს, იმშვიდებდეთ თავს და ასე შემდეგ. გაუსწორეთ თვალის სიმართლეს, ნუ გეშინია კრიტიკული აზრების, ამჯერად ცვლილება უნდა იყოს რეალური და ასეთი შეცდომები უკვე აღარ უნდა დაუშვა, რაც იყო წარსულში. ეჭვისა და იმედების დრო აღარ არის, ეხლა არის საჭირო უკვე კონკრეტული სტრატეგია, კონკრეტული ცოდნა და კონკრეტული მოქმედება, რადგან აქ იკითხება, რომ ის იმპულსური ენერგიები და ნაბიჯები, ის კრეატიული იდეები, თუნდაც რომელიც გქონდათ წარსულში, აღარ გაჭრის. ეხლა უკვე არის საჭირო რაციონალური, ცივი, მეცნიერული ესეთი ზედმიწევნით ზუსტი მიდგომა და ცოდნა. ამას თუ გააკეთებთ და თუ შეეცდებით რომ უკეთ დაეუფლოთ საკუთარ თავს და რაც ვახსენეთ, გაიაროთ ეს გარკვეული ნაბიჯები და ტრანსფორმაციები, წესით და რიგით მალევე ამოქმედდება თქვენი ფინანსური ენერგია და გამოცოცხლდება მეტად. ერთადერთი კიდევ დამატებით რაც შეიძლება აღნიშნოთ ესეთ ბონუს ფაქტორად ესე რომ ვთქვათ, არის იეროფანტისა და ხმლების შვიდიანის ბმა წყვილში. აქ შეიძლება საუბარი გქონდეს ზოგჯერ გულუბრყვილო ან ზედმეტად გულკეთილ ადამიანზე. ეცადეთ რომ ფრთხილი იყოთ აგრეთვე იმასთან დაკავშირებით, რომ არ გახდეთ მაგალითად თაღლითობის მსხვერპლი, თქვენი სიკეთით არის სარგებლო ბოროტად ვთქვათ ახლობლებმა, ნაცნობებმა და ასე შემდეგ. ნუ იქნებით მოკლედ ზედმეტად ხელგაშლილი და ოდნავ მეტად ეგოცენტრული გახდით. ესეც გჭირდებათ რომ ისწავლოთ. გისურვებთ წარმატებებს და ახლა უკვე გადავალ მესამე ვარიანტზე. და ბოლო, მესამე ვარიანტის პასუხი გახლავთ ხმლების ოთხიანი, ხმლების რვიანი და თასების მეფე. ბევრი ხმლებია ერთი გაშლისთვის. მასშტაბად სიტუაციის ფესვი, საიდან მომდინარეობს აწმყო მდგომარეობა. ეს არის ხმლების ოთხიანი. წარსულში გჭირდებოდათ დრო ძალების აღსადგენად, იკითხება რომ შესაძლოა საჭირო იყოს შესვენება, ვიღაცისთვის შეიძლება ეს დეკრეტული შვებულება იყოს, ვიღაცისთვის შეიძლება დრო საჭირო თერაპიისათვის, გარკვეული იარების მოსაშუშებლად, ვიღაცისთვის ეს შეიძლება ყოფილიყო უბრალოდ უმოქმედობის და უძრაობის მდგომარეობა. გამომდინარე იქიდან რომ ხმლების ოთხიანი საერთოდ განაგებს პასიურ მდგომარეობებს. ოღონდ ეს არის არა უბრალოდ პასიურად და უმოქმედოდ ყოფნა, არამედ მდგომარეობა, სადაც ადამიანი ფაქტობრივად პარალიზებული ხდება რაღაც გაგებით, ან იძულებული რომ იყოს ამ მდგომარეობაში. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ეს გარკვეული შესვენების, უკან დახევის, ძალების მოკრეფის პერიოდი საბოლოო ჯამში ამრიდებლურ თვისებად ხომ არ გადაიქცა. აი ამაზე ღირს დაფიქრება. იმიტომ რომ თითქოს გამომუშავდა თქვენში ჩვევა რაღაცების გადადების, რაღაცაზე უარის თქმის, რაღაცებზე თავის არიდების. ხვალე ვიზავ, ზეგვიზავ, სხვა დროს მივხედავ, ეხლა არ მაქვს ამის თავი, ეხლა ვარ ცუდად და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს აქვს სინამდვილეში ძალიან მარტივი ახსნა, იმდენად ბევრჯერ გაგვიცრუდა იმედი, რომ ეხლა უკვე ცდაც კი აღარ გვინდა. შეიძლება ქვეცნობიერად ან არაცნობიერად არსებობდეს თქვენში იმის რწმენა, რომ მე მაინც არაფერი არ გამომდის, რაც მოვსინჯე, არ გამომივიდა, სადაც გავიქეცი, იქ წავიქეცი, ამიტომ მოდი აღარ გავიქცევ. ისევე როგორც აი მაგალითად ხშირად ბავშვების მაგალითზე ვთქვათ და ბავშვთა ფსიქოლოგიის თუ ბავშვი ბევრჯერ მიიღებს უარყოფით შეფასებას ამა თუ იმ გაკვეთილზე, ის შესაძლოა მე ამ გაკვეთილს აღარ დაესწროს. გააცდენს, დაიმალება საპირფარეშოში, შატალოზე წავა, მშობელს ეტყვის რომ ავად არის. რატომ იმდენად ბევრჯერ გაუცრუდა იმედი ან იმდენად ბევრჯერ განიცადა უარყოფითი ემოციები, რომ უკვე ის გაკვეთილი ამ ცუდ ემოციასთან ასოცირდება და ცდაც კი აღარ უნდა, მონაწილეობასაც კი აღარ იღებს, იმიტომ რომ
რახან არსებობს იქ რისკი მარცხის, ურჩევნია რომ ესეთი უსაფრთხო გზით გავიდეს. შეეცადეთ რომ ეს ამრიდებლური ჩვევები, ასევე მავნე ჩვევები, რომელიც შესაძლოა გართმევდეთ დროსა და ენერგიას, რაც შეიძლება მალე ამოძირკოთ. ეს შეიძლება იყოს პროკრასტინაცია, სკროლვა, ფიზიკური ადიქციები, სიამოვნებებზე დამოკიდებულება, თუნდაც თამბაქოს მოხმარება თუ სხვა მსგავსი, ანუ ნებისმიერი ისეთი რამ, რაც ხდის არაპროდუქტიულს. ეს შეიძლება იყოს ელემენტარული რაღაცებიც კი, როგორც არის ყავის დალევა, ხო? თავისთავად ყავაში არ არის პრობლემა ან ყავის დალევაში, მაგრამ ზოგი ადამიანი მაგალითად ეჩვევა, რომ აი ახლა ყავა უნდა მოვიდუღო. მე კიდევ ერთი უნდა მოვიდუღო და ამ ყავის მოდუღებებსა და სამუშაოს შორის საბოლოოდ კაი 10 საათიანი დაშორება ჩდება, იმიტომ რომ უკვე 30 ჭიქას სანამ მოდუღებს ძალიან დიდი დროა ხომ გასული. ნუ რა თქმა უნდა ეს ძალიან მარტივი მაგალითია, ეს უკვე თქვენ განაზოგადეთ თქვენს თავზე და დაფიქრდით რა ჩვევები შეიძლება გქონდეს ადამიანს ისეთი, რაც მას დროს აკარგინებს, კომფორტისა და სიამოვნების ზონიდან აღარ უშვებს და გონებას უბინდავს. აი რასაც აღმოაჩენთ მსგავს თქვენ თავში, ოღონდ იყავით გულწრფელი თქვენს თავთან. იმ წუთშივე დაიწყეთ ამის ამოძირკვაზე მუშაობა. რაღაცნაირად უნდა პირველ ჯერზე გადალახოთ ეს დისკომფორტი ცხადია, მაგრამ შემდგომ უკვე ჩანაცვლდება ეს უარყოფითი ჩვევები, მეტნაკლებად დადებითით და ბოლოს უკვე კარგით. რაც შეეხება მეორე პოზიციას, ანუ აწმყო მდგომარეობას, ხმლების რვიანი. ხმლების რვიანი საერთოდ მეტყველებს გამოუვალობაზე ან ლიმიტირებულ, ასე რომ ვთქვათ, ხედვის არეალზე. ერთია რომ ძალიან ბევრს ფიქრობთ, შესაძლოა აქ ადგილი ჰქონდეს აკვიატებულ ფიქრებს, შფოთვას, ნერვიულობას, ნევროზულ ან ნევროტულ გამოვლინებებსაც კი, იმიტომ რომ იმდენად ისტრესავს ადამიანი ამ გარკვეული ვალდებულებებით ან უარყოფით მოვლენებზე ფიქრით, რომ შესაძლოა მართლაც ცუდად გახდეს შემდგომ ან დააჯეროს საკუთარ თავს, რომ ყველაფერი ცუდად არის. სინამდვილეში სიტუაცია არც ისე უარყოფითია, როგორიც შეიძლება გეჩვენებოდეთ თქვენ. ამიტომ პირველ რიგში ეცადეთ დაფიქრდეთ, რაში ვუშვებ შეცდომას. იქნებ რაღაცას ვერ ვხედავ ბოლომდე, იქნებ მხოლოდ ერთი პერსპექტივიდან აღვიქვამან, იქნებ ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი და ამიტომ ვიზიდავ უარყოფით მოვლენებს. მართალია კი, გარკვეული ლიმიტაციები არსებობს, არის აშკარად გარკვეული ჩაკეტილობები, გარკვეული ჩარჩოები, შესაძლოა ფინანსური ენერგია პირდაპირ გაგებით დაბლოკილიც კი გქონდეთ ამ ეტაპზე, მაგრამ გამოსავალი თუ მოინდომებთ არსებობს. ის ხმლები, რომელიც თქვენ გარს არსებობს და შემორტყმულია, არის არა კედლები, არამედ მათ შორის არის სივრცე, რა მარტივად რო ვთქვა, თუ მოინდომებს შეიძლება გაძრომა. და რჩევაც აქედან გამომდინარე სწორედ ეს არის, რომ ხმლების დანგრევაზე ნუ იფიქრებ ან შეუძლებლის გაკეთებაზე, იფიქრე როგორ შეიძლება გაძრე. როგორ შეიძლება აირიდო ეს ყველაფერი თავიდან. აირიდო თავიდან, ოღონდ არ გულისხმობს ხმლებს შორის დარჩენას, უმოქმედობას, რაც აქამდე იყო. ბოლოს და ბოლოს უნდა თანდათან მაშინ გადაანაწილო და ჭკვიანურად იშრომო. ანუ ჯერ ერთი პრობლემა, მერე მეორე, მერე მესამე. თუმცა როგორც თქვი, იარსებებს გარკვეული სხვა გამოსავალიც, თუნდაც ეს შეიძლება იყოს რაღაც მაგიური და ჯადოსნური. გამომდინარე საიდან კერძოდ ვამბობ ამას. მესამე პოზიცია თქვენს გაშლაში არის ყველაზე საინტერესო. ეს არის გამოსავალი. რა უნდა შეიცვალოს და ამოგეთ თასების მეფე. თასების მეფე პირველ რიგში ლაპარაკობს ემოციურ ზრდასრულობასა და მომწიფებაზე. ეს ამ შემთხვევაში გულისხმობს იმას, რომ აღარ არის დრო მოვიქცეთ უმწიფროდ, აღარ არის დრო რომ ჩვენს ემოციებს დავემორჩილოთ და ჩავბარდეთ და დავნებდეთ. თუმცა გვეუბნება ეს პასუხი, რომ კი ემოციები უნდა განიცადო, უფრო მეტიც წარსულში ძალიან ბევრი ემოცია ჩაკეტეს შენს თავში, ძალიან ბევრი რაღაც მოითმინე, გადაყლაპე და სწორედ ეს მოთმენილი ემოციები განგრევს ეხლა. ამიტომ ემოციები უნდა იგრძნო, ცუდად ყოფნაც უნდა აცალოს შენს თავს, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ამ ემოციების ზღვაში არ უნდა დაიხჭო. განიცადე, შეიგრძენი და გაუშვი. აღარ ჩარჩე უბრალოდ იმ ემოციაში, ეს არის აქ მთავარი, რომ არ მოხდეს პარალიზება. აქედან გამომდინარე, როდესაც ეს უარყოფითი ემოციები შემოვა და შემოგიტევს, ეცადე რომ ისინი გააანალიზო, ელაპარაკე შენს ემოციებს, ესაუბრე მეტი შენს თავს. შეიძლება თასების მეფე აგრეთვე გვთავაზობდეს გარკვეული სახის დახმარებასაც. მაგალითად, თასების მეფე შეიძლება იყოს ეზოთერიკოსი, თასების მეფე შეიძლება იყოს ფსიქოთერაპევტი, უფრო ხშირ შემთხვევაში, ან მენტორი, კოუჩი, დამხმარე პიროვნება, თუნდაც კოუჩს კიდევ ცოტა ნაკლებად ვფიქრობ. პიროვნება ერთი სიტყვით, ვინც რაღაც ფორმით ან გზას და განახებს და შენს ემოციებში ან შენს ვითარებაში გამორკვევაში დაგეხმარება, თუნდაც რჩევით. ან შეიძლება პირდაპირ გაგებით მშველელიც კი იყოს. უბრალოდ მაშინ უნდა ისწავლო, როგორ ითხოვო შველა და ვის სთხოვო ცხადია.
ვის თქო არ გულისხმობს აუცილებლად იმას, რომ გინდათ თუ არა ნათესავს უნდა მიმართო. Რა თქმა უნდა, თუ გყავთ კარგი ოჯახის წევრები და მეგობრები, პირველ რიგში მათთან მიდიხართ, თუმცა თუ ვერავინ მოიძებნება, ბოლოს და ბოლოს არსებობენ ადამიანები, ვისი პროფესიაც არის სხვების დახმარება. ახლა აქედან გამომდინარე იკითხება რა, რომ ეს ჩვენი თასების მეფე, ესე ბჭყალებში ვთქვათ, თქვენ თავად რომ წარმოვიდგინოთ, თუ კი არის ამ ხმლების მორევში გაჭედილი უარყოფით ემოციებში, ის ამ ყველაფერს განიცდის, კაფიოდ ხედავს, მისთვის ეს ემოციები გამჭირვალეა, უბრალოდ ის ახერხებს, რომ ამ შტორმში მაინც არ ჩაიძიროს, მაინც იმოქმედოს. აქ თქვენ გჭირდებათ, რომ უფრო მეტად ენდოთ საკუთარ გულს და უფრო მეტად ენდოთ საკუთარ თავს. იმიტომ რომ იკითხება, რომ უარყოფითი ემოციები საბოლოო ჯამში საკუთარი თავის რწმენას გაკარგინებთ, მერე თქვენსავე ფიქრებს, თქვენსავე მსჯელობას და გეგმას უხვევთ და უბრალოდ გამოდის საკუთარი თავისათვის ამბოხის მოწყობა რა ფაქტობრივად. შეეცადეთ რომ უფრო ერთგულად გაყვეთ თქვენს ფიქრებს, თუმცა პარალელურად რა თქმა უნდა ემოციებსაც მოусმიათ, რადგან რიგ შემთხვევებში შეიძლება არაუბრალოდ ემოციები იყოს, არამედ ასევე თქვენი ინტუიციაც. ფიქრობ აი ამ ესე ვთქვათ დიდ მორევში, დიდ პლასტში ინფორმაციის, რომელშიც იმყოფებით, სადაც ერთის მხრივ გვაქვს ინტელექტუალური, რაციონალური მხარე ძალიან დატვირთული და გადამწვარიც კი უკვე ფიქრისგან. მეორეს მხრივ ხართ აშკარად ძალიან გრძნობიარე, ემოციური, სენსიტიური ადამიანი და მესამე მხრივ კიდევ შეიძლება იყოს ინტუიციაც, როგორც თქვი, ან გარკვეული ესეთი უფრო მისტიური, სულიერი ასპექტებიც. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თქვენ პირველ რიგში რაც გჭირდებათ არის ამ სამის ერთმანეთისაგან გარჩევა და განცალკევება და შემდგომ უკვე გადაწყვეტილების მიღება, რომელს მოусმენთ. მდგომარეობა, როგორც თქვი, არ არის იმდენად ცუდი, როგორც ფიქრობთ, უბრალოდ გჭირდებათ აი ამ პერსპექტივის შეცვლა, ან თუ ვერ ცვლით, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ შესაბამის ადამიანს. თუნდაც ეს შეიძლება იყოს ვიღაცისათვის ფსიქოთერაპევტი, რომელთანაც ისაუბრებს, გულს გაუხსნის და ასე შემდეგ. და ერთი კიდევ რაც დამატებით უნდა აგრეთვე აღვნიშნოთ ასების მეფესთან დაკავშირებით არის რომ შესაძლოა თქვენი ფინანსური უკმაყოფილობების ან პრობლემების მიზეზი საერთოდაც არც იყოს ფინანსები ან მატერიალური სამყარო. შეიძლება ეს ყველაფერი მოდიოდეს პირადი ცხოვრებიდან, სასიყვარულო ან სექსუალური და ინტიმური ხასიათის ურთიერთობებიდანაც. გახსოვდეთ რომ ეს მხარე, ანუ ადამიანის რომანტიკული და სექსუალური ენერგია იგივე ფინანსური ენერგიის ერთ-ერთი არხია. ჭიდრო კავშირშია მოკლედ ერთმანეთთან. ამიტომ თუნდაც არასწორი პარტნიორიც ზოგჯერ ახდენს გავლენას ადამიანების ფინანსურ მდგომარეობაზე. შეიძლება ეს არ იყოს დაუშვათ პარტნიორი არასწორი, არამედ უბრალოდ შეიძლება ისეთ ემოციურ რთულ პერიოდს გადიოდეთ, რის გამოც უბრალოდ ვეღარ ახერხებს თქვენი ორგანიზმი, თქვენი ენერგეტიკა და აურა ფულზე კონცენტრირებას. ამიტომ დამატებით რჩევად გირჩევდით, რომ დაფიქრდეთ, იქნება და ჩემი პრობლემის მიზეზი საერთოდაც არც არის, არც ფული და არც ფინანსები და სხვა რაღაც იწვევს. რაც შეიძლება იყოს პირადი ცხოვრება, შეიძლება იყოს ჩვენი ემოციური ცხოვრება, სოციალური ცხოვრება ან სხვა მსგავსი. ამით ჩვენი დღევანდელი გაშლა სრულდება. დიდი იმედი მაქვს, რომ დაგეხმარებათ დღეს მიღებული პასუხები. არ დაგავიწყდეთ, რომ აუცილებლად გამიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში, მითხარით რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ, რამდენად რეზონირდა და აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რადგან სწორედ თქვენი რეაქციები, გამოწერები და ლაიქებია, რაც მაძლევს мотивაციას, რომ მეტი ესეთი ვიდეო შევქმნა და შემოგთავაზოთ. ხოლო თუ გსურთ პირად კონსულტაციებსა და სესიებზე ჩაწერა, ჩემს საკონტაქტო ინფორმაციას ტრადიციულად ეკრანზეც იხილავთ და როგორც წესი ვიდეოს ქვეშ აღწერაშიც იქნება დატოვებული. აგრეთვე შეგახსენებთ, რომ დაიწყო მიღება ახალ ნაკადზე ჩემი ონლაინ სასწავლო კურსის ფინანსური მაგია, სადაც რა თქმა უნდა ისწავლით ყველაფერს, რაც უკავშირდება ფულს, ფულის მაგიას, ფინანსურ ენერგიას, ისწავლით როგორ მართოთ თქვენი ენერგია, როგორ გამოასწოროთ პრობლემები, თუნდაც იმ ხასიათის, რომელზეც ვისაუბრეთ დღევანდელ ვიდეოში და დაეუფლებით ძალიან საინტერესო, ძლიერ და რაც მთავარია, უსაფრთხო პრაქტიკებს. თუ დაინტერესდებით, კურსის შესახებ ინფორმაციაც აგრეთვე იქნება მითითებული ბმულის სახით. დროებით გემშვიდობებით და ყველას გისურვებთ წარმატებებს.